მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცბად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებშინა ხართ, პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და უცხოეთში ყოფი ქართველი და ყველა ის ადამიანი, ვისაც რა პრობლემა გაქვს, ძალიან ბევრი პრობლემა მოგროვდა დღეს ადამიანის ცხოვრებაში და ყველას ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვო და აი ამ პრობლემების დაძლევა, რაც თავარია და აუცილებლად დაძლევთ თუ გექნებათ ამის იმედი და ღვთის იმედი თუ გექნებათ, რაც თავარია და დღეს ყავს აი მართლა რაღაცნაირად საგანგებო და იშვიათი სტუმარი ყავს, რო იტყვიან, იმიტომ რომ განსაკუთრებით, იმიტომ რომ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება იმ მღვდლებისადმი, ვინც იყვნენ ჩვენი ეკლესიის, აი მართლა რაღაცა ბურჯები და ძალიან მიყვარდა მამა აკაკი, მამა საბაჟღენტი, მამა ნეოფიტე, ეს ადამიანები, ნუ ძალიან ბევრი რო ვერ ჩამოთვლი, იმდენი არიან და დღეს მყავს საპატიო, იმიტომ არის, რომ ჯერ ესეც ისეაც როგორც მღვდელი ხო საპატიო და თან კიდე მამა ტარიელ ჟღენტი, რომელიც არის მამა საბას, აი ჩვენი მამა საბა, ყინწვისში რო იყო წინამძღვარი, მისი ძმა და ჩემთვის დიდად სასიხარულოს არის და საპატივცემულოც და თან რაღაცა პასუხისგებლობაც უფრო მეტი მაქვს დღეს, იმიტომ თან პირველად ვზანდები, ჩემთან დაგლოცეთ მამო, დიდ მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის. დიდი მადლობა და ვინც უყურებს ტელევიზორს, ალბათ ხვდება უკვე ვისი ძმაც ხართ, იმიტომ რომ მამაოს ძალიან გავდით ერთმანეს და თუ შეიძლება მამო, თქვენი ძმობის შესახებ რომ გაიხსენოთ რაღაცა და მამა საბას შესახებ თუ შეიძლება რომ 1-2 სიტყვით გითხრა და შემდეგ კიდე გადავალ მამა კაკისაც აუცილებლად გკითხავთ რაღაცას. ხო, პირველად მე მივედი ეკლესიაში და შემდეგ მოვიყვანე ჩემი ძმაც. ეს იყო აჭარაში, ბათუმში, მე იქ მსახურობდი, მგდელად მეუფე იობ მამაკურთხა და მასთან მივიყვანე ჩემი ძმაც და მის შემდეგ დაიწყო იქ მე მონასტერში იყო, სხალთის მონასტერში და შემდეგ აღიკვეცა და რო გითხრა რომ ახლა ისეთი საკმაოდ ჯიუტი კაცი იყო ჩემი ძმა. მართლა? კი, კაი. და ესე იგი რო უყურებ ახლა ამდენი რაღაც ყველას სამხელა სიყვარული რით დაიმსახურა და ესე იგი თავის დაზოგვა არ იცოდა, იმხელა დახმარებას გაიკეთებდა, იმხელა საქმეს გაიკეთებდა, რომ შენ ერთი სიცოცხლე მაგას ვერ დაუბრუნებდი, რომ კიდე გეცოცხლა და ესე იგი ვალში ამყოფებდა ყველას მასთან ურთიერთობისაც ჰქონდა. იმიტომ რომ თვითონ თავდაუზოგებდა, თავს გაწირავდა პირდაპირ იმ 2 წუთში შენთვის რო გჭირდებოდა. აი ასეთი ტიპი იყო. მართლა სასწაული კაცი იყო და მართლა ღმერთმა რამდენი რაღაც შეაძლებინა რომ აი ამ ხელა მონასტერი ესეთი ააშენა, ზემოთ ულამაზესი, მან უღრანი ტყე იყო მამაო და დღეს ექსკურსიები იმართება და რამდენი ადამიანი ესე ავაზაკის სახელობის ერთადერთი ტაძარი არის საქართველოში და ისიც აი მამაოს შესაძლებლობები იყო, რავი უზომო და კიდე რამდენს აკეთებს ალბათ ზეციდან ჩვენთვის და რამდენი კიდე უნდოდა გაიკეთებინა აქ და მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცნაირად აი მამაო რატო ხდება ხოლმე რომ ეს ადამიანს ხა მამა აკაკიზეც კითხავთ, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს აი განსაკუთრებით ამათი მოხსენება წარსულში, იმიტომ რომ მამა აკაკი აი აქ მეჯდა ხოლმე ყოველთვის და ჩემთვის არის უდიდესი ტკივილი, ხა თქვენც კარგად იცით მამაო და მამა სმენას მინდა შევახსენო რომ მამა ტარიელი დანიშნეს, მამა აკაკი წინამძღვარი იყო მეტეხის და დღეს გახლავთ მამა ტარიელი წინამძღვარი მეტეხის და ძალიან რთულიც იქნება მამა აკაკის შემდგომ ალბათ თქვენი ამ წოდებაზე წარდგენა, ხო და თუ შეიძლება მამაო რომ გითხრათ აი რა სირთულეებთან არის დამოკიდებული და მამა აკაკიზეც თუ იტყვით რამეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო, რა ვიცი, ადამიანი რომელიც არავის განიკითხა. მე და მამა აკაკი მე ერთად ვიმსახურეთ 21 წელიწადი. და აი ხო გეუბნები, არასდროს არ ყოფილა ისე რომ 1 საათით გქონოდა ერთმანეთთან დისტანცია. რაღაცა ეთქვა მას, რაღაცა შენიშვნა მოეცა და ცოტა ისე დაეჭირა, ცოტა შორს. უფრო მეც გეტყვით, რომ მე არ მახსოვს, რომ მე ის ვარ საერთოდ აქტიური ტიპი ვარ და რომ მე აქტიური ახლა მე ხა ცოტა ზედმეტად რომ ვიდრე წინამძღვარს რომ ხო იცი გადაახტებიან ხოლმე თავს. ასე და არასდროს არ შეუტყობინებია ჩემთვის რომ გაჩერდი და უფრო მეტიც რომ მერეც რო გასულა დრო, უკვირდებოდი რომ კაი ხასიათზე რო ვიქნებით, ხო იქნება რბილად მითხრას რომ მაშინ არ იყავი. არასდროს არ უთქვამს ხო. ესე იგი ადამიანი იყო, რომელიც სათუთად უფრთხილდებოდა სხვის სულს, აი სხვის იმას, სისუსტეს, ამპარტავნებას თუ რა არ უნდა და რომ ამაზე რაღაცა ის წარმოქმნილიყო უხერხულობა.
ერთხელ ასეთ რაღაცას გავიხსენებ, რომ ერთი მოდელი თუდად მოიქცა რაღაცა და მე უთხარი, მამაო, მეთქი შენ ხარ წინამძღვარი. ეს არის სირცხვილი მეთქი ასეთი რაღაც. ეს როგორ შეიძლება? და უთხარი მეთქი, რომ ასე აღარ გააკეთოს. და დამეთანხმა კიო სირცხვილი არისო. ვეტყვიო და გავიდა სულ 10 წუთი. და მოვიდა ჩუმად ჩემთან და მითხრა, რომ მამაო, მეო მორალი არ მაძლევს ამის უფლებას რომ უთხრაო ჩემიო და მივიო შენ უთხარიო რომ აღარ გააკეთოს. ეს წარმოიდგინე, არ უნდოდა ადამიანის წერინება არაფრით. იმიტომ კი არა რომ ყველასთან კარგი უნდა ყოფილიყო. ბუნებით იყო ასეთი. ბუნება ქონდა ასეთი და არა იმიტომ რომ ყოველ ზოგი არის იმით რა კასტმოთნეობით აკეთებს და ყველას უნდა რომ ყველას უყვარდეს. არა, ესეთი რამე არ ქონია. ეს ბუნება ქონდა რაღაცა გენეტიკა თავისი ღრმა იმ მეუფე კონსტანტინიდან მოყოლებული და კიდე უფრო იქით კიდე ალბათ ხო ესეთი ძვირფასი გენეტიკურად აღნაგობის პატრონი იყო სულიერად რომ აი ესეთი კიდე 1000 რამეზე შემიძლია ვილაპარაკო საერთოდ ფიქრობ ხოლმე რომ აი რაღაცნაირად მე სხვანაირ ბუნება მაქვს და აი მადლობა ღმერთს რომ აი უფალი ეთყობა არჩევს ორ სხვადასხვანაირ ადამიანს რომ იქნება რაღაცა გამოდგეს ეს იქნება ამისგან რაღაცა ისწავლოს და გამოდგეს. ახლა მე როცა აი რაღაცას ვაკეთებ ხოლმე ახლა როგორც წინამძღვარი მინდა რაღაც გავაკეთო უცებ დამიდგება აი მამაკაკი როგორ იზავდა ამას და მირჩევნია ხოლმე რომ მამაკაკის როლში გადავიდე და უფრო კარგი იმიტომ რომ ვიდრე ჩემით რაღაც მერე დანაშაული დაუშვა. აი ასეთი კვალიტატოა ჩემზე მამაკაკი. მოძღვარი იყო, დიდი ადამიანი იყო და რაღაც მამაო თუ გიძნელდებათ მამაო ის მომენტი და ის თუ ეხა თქვენ ამბობთ რომ აი სიტყვა რაღაც რო აკეთებთ ალბათ ფიქრობთ რომ აი მამაკაკი როგორ გააკეთებდა და ისევ გავსაკეთებთ ხო და ძალიან ძნელია ესეთი დიდი ადამიანების შემდგომ აი ამ ტვირთის აღება და დატევა. აი თუ მამაო გიძნელდებათ და აი მრევლში როგორ ფიქრობთ რა თანადგომა გჭირდებათ კიდე იქიდან რომ ეს ყველაფერი შეძლოთ. საერთოდ არა მარტო აი მოგდლობის საერთოდ ადამიანთან დიდი ხანი რო ხარ მის გვერდით ხარ ის რო გარდაიცვლება და ვეღარ ხედავ და ვეღარ უსმენ და ვეღარ ეს ძნელია რომ ყველა შემთხვევაში რაღაცნაირად აქ ის მცირედ მორწმუნეობა ერთვება ისა იქ ხო და ეს ძნელი არის საერთოდ ყოველთვის და რაც შეეხება მრევლთან იმას ეს ცოტა ისეთი მომენტი არის საერთოდ მამაკაკის ყავდა სპეციფიკური მრევლი მამაკაკის მრევლი იყო რაღაცნაირად სხვანაირი გაჭირება ჰქონდათ მათ და ეს მამაკაკი არავის არ უშვებდა უკან. აი ხლა მე ჩემთან რომ მოდის მაგალითად ახლა კი ვიცი როგორც უნდა სხვანაირად უნდა მოიქცე ხოლმე მამაკაკის მაგალითი მაგრამ მე მაგალითად რომ მოვიდოდა კაცი და გასცდებოდა ახსარებას. არ არის ეს ახსარების თემა რაღაცა დედამთილის თუ რაღაცის თუ მამა რა ხო ეს უხან სამზარეულოს საუბარი მე ვაჩერებდი ხოლმე აბ გაჩერდი ახლა ეს არ გვინდა შენ თუ გაქეს მითხარი თუ არა და დავამთავროთ ლაპარაკი ეს ამას არ გააკეთებდა არასდროს უსმენდა საათობით 1000 რაღაცას უყვებოდა ისა ეს უსმენდა არ შეიტყობდა რომ ან დაიღალა და ან რაღაცა და რომ დაამთავრებდა ის ლაპარაკს ეს ეთყოდა უფალი შეგეწევათ იარეთ ლოცვაზე აი ეგ კვეთებულზე უნდა იაროთ ეხლა ეს კვეთებულზე ვეკითხებოდი კაცო მე მამაო კვეთებული ხო ვიცით რაც არის კაცო ბოროდისგან არის შეპყრობილი ჭღივის უნდა დააბა უნდა ესენი არ არის ასე ვარდივით ხალხი დადიან აქ კაცო და სხვა არაო ესო იქნებაო კვეთებული რო უნდაო მასო იქნებაო ახსარება ვათქმევიოთო იქნება ვაზიაროთო და ამ რწმენის იმას ჩავაყენოთო ფერხულშიო აი ითხოვდა ისე ვერ დაგაყენო კვეთებულზე თუ არ იყავი მაზიარებელი აღ მაზიარებელი რო ყოფილიყო უნდა ახსარებები ეთქვა ხო იცი ხო და ამ შემოდიოდა გინდა არ გინდა უკვე ეკლესიური ხდებოდა მაგრამ აქ არის მეორე მომენტი გიორგი მრევლს უჭის ძალიან ახლა ამ თავისი მოძღვრის გარდაცვალება ესე იგი ეს მრევლი ახლა დარჩა ასე გძნობენ ისინი უპატრონოთ და სხვათა შორის ეს არის გასათვალისწინებელი ძალიან ჩვენ უნდა სასულიერო პირებმა ვიცოდეთ რომ არ შეიძლება მღვდელი პირველ რიგში უნდა ებრძოდეს იმას რომ თვითონ არ უნდა იყოს მთავარი იმისათვის იმ მრევლისათვის მთავარი უნდა იყოს ღმერთი და თავისი სიმდაბლე უნდა ასწავლოს სიმდაბლე და ღმერთის რწმენა აი თვითონ თუ გაუშვა ხლა მე იმას კი არ ვამბობ რომ მამაკაკი ამას აკეთებდა არა უბრალოდ იმდენი ხალხი მოდიოდა მამაოსთან რომ ვეღარ ხერხდებოდა ეს რომ ამას ეს აეხსნა რომ თავარი რამე ესე იგი მოძღვარი არ უნდა მოძღვრის გარდაცვალება
პირიქით უფრო მეტი დაახლოება უნდა აღმოჩნდეს ღმერთთან სულიერი შვილებისა, ვიდრე დაბნეულად რომ დადიან ხოლმე მე. იმედია რომ მამაკაკის სული დაეხმარება იქიდან ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ ეს უძლიერეს ისე მამა აი არ არის უბრალო მამაკაკი გარდაგიცვალოს და რაღაცნაირად დაიწვა. მამაკაკის შეცვლა, აი გეფიცებით აი ყველაფერს, აი მისულს ფიცავა რომ აი აქ რო არ იჯდა ხანახან ტელეფონზე მიდოდა და ამერიკა აი იმდენად სხვა ვიღაცა იყო ხა ასობით მღვდელი მყოლია მამა რესპონდენტი, მაგრამ მსგავსი მღვდელი მე არ მყოლია არასდროს. აი მართლა გულით ვამბობ მამა ამას რა არის სასწაული სხვანაირი სხვა და ესმის ამ რევლის ამიტომ მამა ბოდიში სანამ გარდაიცვლებოდა რამდენიმე კვირის წინ კრიზისი ქონდა ის მოკლედ ცუდად იყო ძალიან და ნუ გადარჩა მაშინ არ გარდაიცვა და მე ვკითხე როგორ ხარ მეთქი და ეხლა მითხრა მეო მამაო მზად ვიყავიო რა ღვთის წინაშე წარსადგომად უბრალოდ ეთყობა ეს ჩემები შეეცოდა ღმერთო და მითო დამტოთარ მე მზად ვიყავი როგორ თქვა იცი აი აღარ უნდა და ეს სავატყოფოებში სიარული რაღაცა და ახსარებით და თავისი ცხოვრების წესი მზად იყო რა აი უფალო ასეთი უნდა მიმიყო ახლა აი ასე არც ეგეთი კაცია ყოველ დღე რაღაცა იმდენი ადამიანი ყავს გადარჩენილი და ნაშველი მამაო რომ რა ვიცი უფალდი როგორ გვერდში იმყოფებს წარმომიდგენი ხა მამაკაკი თუ წმინდა არ არის მაშინ ჩვენ საერთოდ შანსიც აღარ მქონია მე საერთოდ თუ რამე ხონდე კი არა საერთოდ ის და ეს არის მართლა ძალიან დიდი ბევრ რაღაცას აკეთებს მამაო თავის გარდაცვალებიც მე იმიტომ რომ ბევრი მირეკავს ბევრი მეუნება ხოლმე რომ მამაო საფლავზე მე ვეხუმრებოდი ხოლმე სულ რაღაცებს და ხო გეგონებოდა რომ ისე ლაპარაკობდა რომ ეს ხუმრობის თემა ის იყო ახლა მაინც აგარი უმორი ხო შიგნიდან იყო ისეთი რომ ამ ამბავს და უყარდა ხოლმე ასეთი ისინი თავის უხდებოდა და ხო კი და მამაო თუ შეიძლება რომ კიდე გაიხსენოთ რა შეიძლება თქვათ და რა შეიძლება ურჩიოთ მამაო აი ხლა იმ მომავალში მრევლი იწყებს მარხვას უნდა შეუდგეს რაღაცა ბევრი დამკოლებულია ბევრი ზიარებაზე ბევრი იმას და აი რა შეიძლება და სად უნდა გადამისამართენ მამაო ის ადამიანები ხა მე უფე იობი ვიცი რომ კითხულობ ძალიან რთული ის არის კაცო ეხა რო უყურებ ხოლმე სხვადასხვა ტელევიზიებში სხვა იმაში ინტერნეტში ამ სასულიერო პირების ლანძღვა არის ვიღაცები იმას უწოდა ვიღაც ესე იგი აჯერებენ ადამიანებს რაღაცებს ზოგი მართლა დამნაშავე არის ახლა არის ხოლმე ეგრე ზოგი კიდე ჩემთვის ძალიან სამწუხარო არის რომ მე პირადად ვერ ვიტან ასეთ რაღაცას მიუღებელი არის რომ მღვდელზე ლაპარაკობს ესე იგი ხო იმაში კამერის ეს არაფრით არ შეიძლება ამბიონზე არ შეიძლება რომ მოდელზე რაღაცა ცუდი თქვას ამას წესები აქვს თავის თუ შენი რაღაც მხილება გინდა ჯერ სიყვარულით მოსინჯო შენ რა სიყვარული და მე მიიყვანო მე მარტო უთხრა მე მეორე მოდელი მიიყვანო მე შემდგომ რაღაცნაირად ეს კაცი მხილება ის კი არის რომ მოვიშოროთ მოვიკვეთოთ ჩვენგან უბრალოდ რაღაცნაირად მოვიპოვოთ ეს ძმა ისე რომ არაფერი აღარ დაშავდეს ამის შემდეგ ეს არის ხო და აქ რაღაცა ის ხდება ხო მიკვირს ხოლმე კაც ზოგიერთი არ ვიცი ხა აღარ მეც აღარ გადავიდე მაგ იმაში ძალიან ასაკოვანი მღვდელები ერთმანეთს რაღაცებს ეს არაფრით არ შეიძლება ეს არ არის სწორი ეს ცუძრამეს მოგვიტანს ჩვენ და ესე ხიფათი არის გარედან რომ მომზადდეს ნიადაგი რომ სიძულვილმა გაიხაროს ძალიან სიძულვილმა გაიხაროს აი თუ გახსოვთ ილია კი არ დაგეგმეს უმკვლელობაო ილიას ასეთი არის გამოტანა არა სოციალ-დემოკრატებმა თესეს და თესეს სიძულვილ მე ზულდათ კაცო ილია რომ მოკლეს გაიგეს გაუხარდა ბევხალს იმიტომ რომ სიძულვილი იყო კი არ იცოდნენ ნამდვილი ამბავი კი არ იცოდნენ ილიაზე იცოდნენ გაზეთებით სიძულვილით ამბები და ხო წარმოიდგინე კი ესეთი რამე ხო და ასე ხდება და ძნელი ადამიანს გაუჭირდება ერისკაც გაუჭირდება ორიენტირის დაჭერა ეხლა რაც შეეხება მარხვას და შენდობის დღეს შენდობის დღე არის ეხლა ეს შენდობის დღე როგორ დაწესდა იცით მონასტერში რო იშლებოდნენ მიდიოდნენ სხვადასხვა ზოგს არ საჭმელიც არ ქონდა იქა შეიძლება მხეც შეეჭამა იქ რაღაც უდაბნოში რო გავიდოდა აღარ იყო არ იცოდნენ უკან ერთმანეთს ნახავდნენ თუ არა დიდი 40 რო ტარდებოდა 40 მარხვა და ამიტომ ერთმანეთს შენდობას თხოვდნენ იმ მიზნით რომ ამომწურავად შენდობა ეთხოვათ რომ ღვთისწინაშე რო წარდგებოდნენ ამასთან ურთიერთობა რო ქონდა ცხოვრებაში ამ შენდობით მორჩენილიყო უფალს გაემართლები აი ეს იყო სულ და ამან ეს ტრადიცია მოიტანა კაი ტრადიცია არის სხვათა შორის შენდობა მარხვის წინთან მithumetes მამაო ადამიანის შენდობა
ჩემი აზრით შენდობა ნიშნავს იმას, რომ იმას გაამართლებ. შენის უნდა გაამართლო. თუ შენაშეც და ხო, მართალი. თუ შენ თქვი რომ მოდი რა საქმეს ასე ჯობია და პატიებავი და ეს არის ფარისოლოგია. ის უნდა გაამართლო, შენმა გულმა უნდა გაამართლოს. ახლა რა შემთხვევაში გაამართლებ? აი ახლა მე მაგალითად ჩემს მაშინა რომ რაღაცა დააშაოს, ადვილად გავამართლებ, ვიდრე სხვის მაშინა რომ დააშაოს. უცხოს ვიღაცის შვილმა, ხო? რატო კაცო რა ის არ არის შვილი ვიღაცასი არ, მაგრამ ის ჩემს რომ მიყვარს მე მეტი დოზით მაქვს სიყვარული ხო ადვილად პატიო ყველაფერს ვამართლებ. ამიტომაც აქ არის თავ სიყვარულობის ამბავი არის. და სხვა არ გიყვარს, თორე სხვა ვერ გიყვარს, აბა მაგხელა გული რო კონდეს, სხვები ყველა გიყვარდა, სხვანაირად იქნებოდა საქმე. ვერ გიყვარს და მე აბრალებ რომ იმის ბრალი არ არის უსიყვარულობის ბრალი არ ვერ ამართლებ. თორე უნდა გაამართლო. იმის მდგომარეობაში უნდა ჩადგენ ნამდვილად. შენ უნდა გამოხდი ჩადგენ და გაამართლო. ეგ არის შენდობა. კი ბატონო და მამო აი ამ კითხოს დაგისვამ ჩემი საყვარელი კითხვა სხვადასხვა თქვენ რასაც მიადექით რომ აი როგორ უნდა გააკეთო ისე რომ შენ იდგე მის ადგილას ეხლა თქვენ რასაც ამბობთ სულ ყველაფერი აი ეს ტკივილი რაღაცეები არის რომ ჩვენ სხვის ადგილას არ ვდგევართ აი მაგალითად კი შეიძლება არის ვიღაც დამნაშავე ვიღაცა პრობლემურია ვიღაცა რაღაცა მაგრამ მის ადგილას შენ თავი რომ ჩააყენო არასდროს არ განიკითხავ მამაო თქვენ რომ ამბობთ ეხლა რომ ვიღაცა ვიღაცას განიკითხავს ან რაღაც აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა ჩავდგეთ სხვის ადგილასაც იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს სხვის ადგილას კი არა. ხანდახან მშობელი შვილის ადგილასაც ვერ დგება ხოლმე, როცა განიხილავს. ძალიან მარტივი არის, ხორთული გონია ეგ. ძალიან მარტივი არის. ეს უნდა გინდოდეს გულწრფელად და მადლი მოვაშენს და ჩაგაყენებს იმის ადგილას. გულწრფელად უნდა გინდოდეს. შენ თუ გინდა ის იყო უფროსი იყო, შენ თუ გინდა მართალის ის კონდეს, იმიჯი კონდეს, ხო? ეს მოგატყვევს ყველაფერი და ვერავის ადგილას ვერ ჩადგები. შენ თუ გინდა რომ მართლა მოემსახურო და შენ თუ ქრისტესიანი ხარ, ანუ ქრისტიანი ხარ, ხო? თუ გინდა ხო მაგას ადვილად მადლი მოვა ის გააკეთებს ამას მადლი მოვა და ის ამ გამოქმედებს რომ შენ იტყვი რომ ვეღარ ვფლობ ჩემ თავს თუ კაცო ისე ხო ისეთი აჩუყებული გექნება გული ყველა სიმაზე რომ ცრემლები წამოგივა კაცი არ დამისაჯოთ ასე იტყვი ამა კაკის ხოთიშვილს ეგეთი იყო ხო ეხლა თქვენ რასაც ამბობთ და ვინც იცნობდა რა ვიცი რომ არასდროს რო პრეტენზია ხანდახან მithქვამს ხოლმე რა ვიღაცაზე რა აუ არასოდეს არ განიკითხავდა რა ეს რაღაც მალაღ ერთ კაცი საოცარი ადამიანი იყო ჩემს სიცოცხლეში ალბათ ბედნიერი ვარო ესე იგი სამი მოდელი ვიყავით ჩვენ მის ასე ვთქვათ მორჩილებაში უნდა უყოფილიყავით ესე იგი მე იმათაც ხო ვლაპარაკობთ ხოლმე სამივეს გვეგონა ცალ-ცალკე ჩვენ ვიყავით წინამძღვრები გვაწინამძღვრებდა რა თვითონ იყო ისე რაღაცნაირად გაჩერებული და ოღონ კრიტიკული ის რომ მოვიდოდა ხო რაღაცა რომ მოხდება რაღაცა უკვე მივახცევით იმას კულმინაციას ჩვენ მერე ვხდებოდით რომ იმის უნდა შეგვეკითხა ანუ კარგია ხო იქაც დავიწყებთ ხო თქვენ როგორ გინდათ როგორ აუ როგორ იცოდა სასწაული კაცი აუ რა მაგა ისე მამაო რა ძნელი რა ეხა წეგან ადვილიც ხო თქვით რაღაცა რომ რა მაგარი არის რომ იცხოვრო და ესეთი სახელი ესეთი სიყვარული დატოვოთ ხო აი თქვენ რო ამბობთ რომ ეხა არ მეგონავ არც მამა კაკი ეხ მამა წარმოიდგინე ისეთი ის დატოვა ჩემს შტაბეჭდილება მასთან ერთად ყოფნა დიახ რომ ეხლა რომ 40 დღის მანძილზე არ ვიცოდით ვინ დაინიშნებოდა წინამძღვრად რა მოხდებოდა და იქ უთხარით ჩემ საძმოს და ვინც არიან იქ ეკლესიაში რომ ვინ აი ახალგაზრდა რომ იყო ის რომ მე ახალგაზრდას დაგვინიშნავენ ასეთი ლაბარაკი იყო და ვინც არ უნდა დანიშნოთ მეთქი ახალგაზრდა მე მეთქი მზად ვარ რომ აი როგორც მამაკაკიმ გამიკეთა რა მე მასწავლა მეთქი რო გავა ერთი 20 წელი ერთად რომ იმსახური იმ ახალგაზრდასთან ერთად მე თქვას რომ ჯიგარი ყოფილა მამატარიელი და კიდე კაი რომ მაგასთან იმსახურე მასწავლა მაგარი რაღაცა ასე რომ თქვას მეთქი ამისთვის ვიყავი მზად რა რომ წარმოიდგინე იმ ხელა კაცმა ისეთი რაღაცა სიტყვით კი არ მასწავლა თავისი მოქმედებით საქციელი თო დიახ ისე მამა ეხა თქვენ კარგი რაღაცას ამბობთ რომ საი სიტყვით ყველა გვასწავლებს მაგრამ საქციელი ძალიან ცოტაა მამა ისეთი როგორც მამა კაკი და ისეთი ძალიან დიდი მოძღვრები იყვნენ და ამ შემთხვევაში მამა აი მარტო სიტყვა რატო არ უნდა იყოს და საქციელიც უნდა იყოს აი კიცებულობაში არის ძალიან რთული მამა აი ახლა მე საგერს ამ ხელა ტელევიზიაში ვარ და ამდენი ხალხი გვიყურებს და საუბრობ და რაღაცნაირად ის მაქვს უხერხულობის შეგრძნება იმიტომ რომ მე ახლა ვამბობ ჩემ ნააზრევ ამბებს და თან რო ვამბობ ესე იგი რომ გამოვთქვა ამას ხო ესე იგი პრეტენზია მაქვს რომ მწოდნია თურმე რაღაცა და არ არის სწორი მე არაფერ
არ უნდა არა მაინც საჭირო არის ეს უხერხული არის ახლა ამდენ ხალხს დიდ პატარას ახლა მე ვასწავლი აქედან როგორ და ეს რაღაცნაირად ის არის მაგრამ შენდობას ვითხოვ ყველასგან რაღაც ლაპარაკისთვის ახლა თქვენ ხა იმ ხელა სტაჟი გაქვთ თუ თქვენ პრაქტიკით რო გველაპარაკოთ მარტო ეგეც ძალიან მაგარი იქნება რა რომ აი რო გამოცდილება და ის მაინც ბევრს ნიშნავს მამაო და თან კიდე იცით ხა ზედმეტი სიმდაბლე არ გვინდა აი იცით რა ბევრი გვაქვს ლაპარაკები უნდა ვილაპარაკოთ უნდა ეს არის მოცემულება უნდა ვილაპარაკოთ მაგრამ ისე იმა მე ხარშება და ხო რომ არა აწი მოგიწევთ მამაო წინამძღვარი ხართ და რა ვიცი მამაკაკის არ უწევდა და მე თუ მომიწევს ახლა მამაკაკი ისეთ მამაკაკი თვითონ აი ბრენდი იყო ისეთი მამაო რომ მაგ რო არ ელაპარაკა უკვე ჩაიხო ხდებით აი ძალიან დიდი იყო რა თავისი უბრალოდ პიროვნად დავსვავდი და რომ არ ელაპარაკა არასდროს არ ქონდა გიორგი არასდროს არ ქონდა კრიტიკული დამოკიდებულება საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე როგორც იტყოდნენ იქიდან რაღაცა ხო? всё ის აღარ ესე იგი იმას არ თავდა მეორე იმას რომ შეემოწმებია და რაღაც. ხო იმიტომ რომ წინამძღვარი საერთოდ არის იმ ადმინისტრაციის ნაწილი არის და იმანაც ერთმანეთს თუ დაუწყეს ბრძოლა დაიშლება ყველაფერი 100%-იანი კი. ეგ არის ყველაზე სწორი ნაბიჯი. მორჩილება არის მთავარი. შენ თუ ურჩი ხარ, ვისა უნდა ასწავლ. თან ახლა მაშინ პატრიარქი როცა მართავს ჩვენ ეკლესიას, როგორ შეიძლება რომ იქ რაღაცა შეწინააღმდეგება, ეს ნიშნავს რომ შენზე მეტი მე ვიციო და შენ შეგეშალა. არა მარტო მაგაზე კი არის, ახლა ეს პატრიარქთან დაკავშირებული ეს ცალკე საკითხი არის, სხვა იმასთან გვაქვს ფენომენთან საკ. ისედაც რომც არ იყოს მაგალითად დიდი ხნის ის არ კონდეს გამოცდილება პატრიარქოს, თქვა ახალგაზრდა იყოს, ვინმე დაინ ხო? ჩვენ განსაცდელის წინაშე დგევართ ეხლა ამ წუთშიდაც და ცოტა კიდე დიდხანს გაგზელდეს ესა მაგრამ ხო და იმის რა ქვია ეკლესიის გადაკუცმაცებისა ჩვენ სიბრძნე უნდა გქონდეს რომ უნდა დავემორჩილოთ იმას ვისაც გამოირჩევს საქართველოს ეკლესია როცა იქნება ახლა როცა მოხდება ეს საბედისწერო ის თუ მოხდა რაღაცა დავემორჩილებ რაღაც ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენი აღარც ესე განხეთქილებაში მყოფი იმის ადამიანის აღარც ადრე აღარ ჩაეთვლება ის რაც კაი რაღაც გაუკეთებია და აღარც აქედან მერე არც ერთი სიტყვა აღარ შეეწირება იმას იმიტომ რომ განხეთქილება საშინელი ცოდვა არის და დაკუცმაცება და ამას გადაურჩებით არა ამ პარტან მორჩილებით და დამდაბლობით მე ესე მგონია შეიძლება ვხდები მაგრამ მე არ მინდა ვინმე გვავასწავლო ჩვენი პატრიარქი სულ იქნება და სულ არის და არ არსებობს აი საერთოდ მამო ვერ წარმომიდგენია რომ ჩემ ცხოვრებაშიც და საერთოდ საქართველოს ერს რომ ილია მეორე რომ სიტყვაზე რაღაცნაირად ილია მეორის გარეშე არ იქნება აქაურობა და მადლობა ღმერთს რომ ყავს და აი ღმერთი გვინდობს მართლა რომ აი ესე აი 300 წელი და მეტი იცოცხლოს ამ ადამიანმა მის აი იმხელა მამო აი ხა რასაც უყურებთ ჩემს უკან აი იმხელა ლეგენდები რო არის სუმაგის მოყვანილი არიან ეს ხალხი როგორია მამო როგორი ის არის და რა გააკეთა რომ ამდენ ადამიანს სიცოცხლე გაუხანგძლევა მამო ელემენტარული შვიდმტარდედებს იმას მამო სხვადასხვა თქვენი განრიგი მინდა კითხოთ ბევრი ადამიანი დადიოდა კვეთებულზე რაღაცა აი ამ ადამიანების მიმართულება და რას აპირებთ მამო მე ვეუბნები ხოლმე ვის მეუფეიობი კითხულობს ხოლმე მარხვის დასაწყისში პირველი 10 დღე მე მგონი ზუსტად არ ვიცი ურბნისში კითხულობს ხოლმე კვეთებულის ლოცვას საერთოდ მინდა კვეთებულის ლოცვას დაკავშირებით გითხრა რა კვეთებულის ლოცვა არ არის ჩვეულებრივი მღვდლის წასაკითხი ლოცვა. ეხლა მე იმას კი არ ვამბობ რომ მღვდელს არ აქვს უფლება წაიკითხოს, ყველას აქვს უფლება წაიკითხოს კაცო, მაგას არა მღვდელი თუ არის, ყველა კითხულობს მაგას, მაგრამ კიდე დამატებით ამ მღვდელს უნდა კონდეს სხვანაირი თვისებები. გამორჩეული ის უნდა იყოს, უნებრივად გამორჩეული სასულიერო პირი. ასე ხო ეხლა უყურე არის იმის შეფუცების ლოცვა არის ნათლობის ლოცვა არანაკლების არის ის ეშმაკს განდების მაგრამ ის არის საიდუმლო ის საიდუმლო ტარდება ის ღმერთი ატარებს შენ უბრალოდ მონაწილეობას ღებულობ ამ საიდუმლოში და იქ არაფერი პრობლემა არ გაქვს შენ თავარია კარგად წაიკითხ მეტი არაფერი პრობლემა არ მაგრამ ეს კვეთებული საიდუმლო კი არ არის კვეთებული შენ უცხადებ ბრძოლას, მაგრამ როცა შენ სისუსტეები გაქვს, როცა შენ ისაღაც ცოტა ამპარტავანი ხარ, ცოტა ის მოგიწიალდება და განგრევს. მე ამიტომაც ის არის ძალიან აი რომ ამბობ რომ მამაკაკის კარგად გამოდიოდა იმიტომ კი არა ჩაიფიქრა ასე რომ მოდი მე ასე არა უნებით იყო ასეთი და კიდეც გამოვიდა ეს კიდე რა სიტყვით მამო აი ესეთ აი რაღაცა რჩევებს თუ არ მინდა რომ
კვეთებულის იცი რა ცოტა ისა ქონდა არა ტრადიციული ეკლესიისთვის ტრადიციული ფორმა აქვს იღებს ხოლმე ეს კვეთებული ყველა შემთხვევაში იქაც რო ატარებენ ურბანიშიდას და ჩვენთანაც ეხლა რაშია საქმე იცი კვეთებული აი მაგათ ჩვენთან ტაძარი ივსებოდა ხოლმე როცა კვეთებული ტარდებოდა თბილისში ახლა შეიძლება ცხოვრობდეს 1 მილიონამდე კაცი ხო? შეიძლება არ ცხოვრობდეს, მაგრამ გასულები არის. და იქ 400 კაცი ეტევა ჩვენთან ტაძარში. სულ სავსე იყო ხოლმე და 400 კაცი თუ მილიონიან ქალაქში 400 კაცი თუ კვეთებული არის. ჩვენ უნდა გავიქცეთ მაშინ აქედან ეს ის არის. ესე იგი არასწორად იყვნენ ხოლმე ზოგს უნდა და სივები ქონდა გაშვებული და სამუშაოს დაწყება უნდა და ზოგს თქვათ რაღაცა ყველაფერზე არ იკითხე. იმაში ამერიკის ვიზა უნდა და ზოგს ხო იცი არასერიოზული ის არ უნდა კონდეს ფორმა ამას მიცემული. აი მაგალითად მოდიოდი და ამბობდი რომ აი მეუღლე გაიჩინა საყვარელი და გაიქცა სახლიდან. ხო თითქოს დიდი პრობლემა ხო არის როგორ არ არის კაცო დიდი პრობლემა მაგრამ პრობლემა ის კი არა რომ ეშმაკისგან კვეთებული არის ეს კაცი არა ურწმუნო არის უბრალოდ ურწმუნო ადამიანი არის რწმენაში არა რწმენის დეფიციტი აქვს და რაღაცა გაერთო წავიდა გასართობად ეს მას მოეკითხება ძალიან ცუდი არის ეს მაგრამ პირველ რიგში უნდა მოვაგვაროთ სარწმუნოება უნდა მოგვარდეს რწმენითი ესე იგი რწმენითი ხარისხი უნდა მოგვარდეს და მერე უკვე გავიგებთ რომელი ლოცვაზე უნდა დავდგეთ ეხლა უყურე გიორგი ჩვენთან რამდენი ეკლესიები ახალი აშენდა თბილისში ხო აგერ სამი ბამხელა არის და სავსე არის ხოლმე შაბათ-კვირაობით ხო ეს მაგრამ შაბათ-კვირას კი არის სავსე და ყველა მორწმუნე არის ორ შაბათს რატო არ ემჩნევა ქალაქში რომ ეს ხალხი მორწმუნეები არის რო კვირას რო იმაში იყო ესე იგი რაღაც არასწორი დამოკიდებულება არის ხო ეს უნდა მოვაგვაროთ ეს მოძღვრებმა უნდა ამაზე ვიფიქროთ რომ იქ რაღაცა შეცდომები არ დაუშვათ რომ აბა შედეგი გუშინ ლოცულობდა დღეს რატომ ირტყავს დანას და რატო მაგინებს და რატო აი ამაში აუ რა მართალი ვწანდებით მამა აი ეგ ხარისხი მამა მართლა დასალაგებელია იმიტომ რომ აი თითქმის ძირითადად ბევრი ადამიანი რო ვიცი ვიღაცა აი შენ აი რაღაცა ძალიან ცუდად იქცევა და უცბად შეიძლება რაღაცა უთხრა რომ ესე რატო იქცევი და აი მე მასწავლი 15 წელი სტიქაროსანი ვიყავი მე სტიქაროსანი რო ვიყავი მაგიტომ გასწავლი რომ ვერ გისწავლია ესე იგი ხო სიტყვაზე მამა აი ეს მომენტი მამა აი როგორ უნდა დაიხვეწოს მამა ჩვენთან იმიტომ რომ არ გამოსწორდა ქართლის ბუნება ხო იცით მაგალითი მოძღვრება უნდა მივცეთ მაგალითი მოძღვრებმა უნდა ვაგრძნობიოთ რომ მათ შეუძლიათ ჩვენ გვასწავლონ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დიდი ხანია მამა ეგ არ აგრძნობინო ჯერ ისეაც ამხელა არა უშავს ცოტა ხანდა ის მივხვდება მე რომ თვითონ აღარ გააკეთოს ის არა მამა აი მაგალითად გიორგი ინტერნეტში ვხვდები რომ პატრიარქი არის რაღაცას ლანძღავენ ის არის ეს არის და გამოდის ვიღაცა მართლმადიდებელი ისა და ვინც პატრიარქს ლანძღავს იმისი დედის და იგინება ბიჭო ეს არ არის მართლმადიდებლობა ეს გინება და ეს არ არის კაცო თუ შენ ხო იცი რომ ეს ან დაფინანსებული არის ან ის არის და განევეთ ხმარო არ გაიღო უფრო ჯობია ვიდრე რომ გინება დაიწყო იქა ინტერნეტში ეს რა მართლმადიდებლობა კი ეს როგორი ამბავია იცი იქ რომ რამოდენიმე სოფელმა რო არ მიიღო უფალი და მაცხოვარმა რომ მოვიდნენ ისეთი მოწაფეები და ვითხარიო ცერს გადმოვიყვა დაუწვათ მაგას უყველას ხო გასოს არის იცით ვისი სულის ხართლად რა წამოწევიდეთ არ გინდაო გასო წავლიანი ხო შელი გადადიან იაშე დაგამბრევ თავფესო რამელი არ თქვა აუ მამა ისე ძალიან ძნელია და აი თუ შეიძლება მაგასთან მიმართებაში კითხოთ რომ როგორ უნდა აიტანო მაგალითად თუნდაც ეხ საყვარელი ხალხო პატრიარქს მე მესმის ზუსტად რატომაც უნდა დაიცვან ძალიან მაგრამ იმიტომ რომ რაღაცა ყველას გონია რომ თავისშობელია და მართლა ეგრე არის იმდენად მეტი გააკეთა ჩვენთვის რომ ჩვენ მშობლებზე მეტი აქვს ყველა მართლმადიდებლისთვის გაკეთებული და ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა დავიცვათ ისე რომ თვითონაც გაიხარეთ ხო ის და ისა რო ქვია ვინც აღიღოსო მე მაგალითად უფრო მირჩევნია ასე ვიღაცის ნათქვამებისგან დავიცვა პატრიარქი ან ჩემი მოძღვარი იმას შევერკინო მე მირჩევნია რომ მე რა ხან ვწნობ თავს რომ იმისგან ვარ იმისიანი ვარ და იმაზე ესე იგი ცუდის თქმა ჩემზე მოქმედებს თუ ესე იგი შეურაცხყოფას ვიღებ ხო მე მირჩევნია ჩემს ქმედებას ჩემ ცხოვრებას დაუკვირდა და იქნება იქ არის ესეთ რაღაცები რომ მე თვითონ ვაყენებ შეურაცხყოფას იმ ჩემ მოძღვარს ჩემს პატრიარქს და ჯერ მაგენი რომ გამოვასწორო ჯობია და მე ვნახოთ იქ როგორ დავიცავ გარეთ ასე ჯობია მაგალითით პირადი მაგალითით არ უნდა
რაღაცა ხო წავსულვართ ხოლმე რაღაცა გვიქეიფია ხო რაღაცა არასწორად გვიხუმრია რაღაცას ესენი ხო წოდები არის ყველაფერი და იმასთან ახლა რომ პატრიარქთან ამას ხო ვერ ვიზავდი იმიტომ რომ იქ ხო და აბა იქ რატო გავაკეთებ კაცო იქ რაღაცა რო არ და იქ ხო ხდები და მე ვაყენებ შეურაცხყოფას ესე იგი და მე იმას ის წინს ვიღაცა რო იტყვის და მოდი ჯერ ჩემი გამოვასწორო და მამო აი როგორ უნდა აი რაღაცა თქვით მამაო რომ ეგ როგორ უნდა დავიცვათ რომ აი რაღაცნაირად თითქოს ის არა ქვია შენ გამო შეიძლება ის გალანძღონ და ამ დროს შენიცა მას ხო აი რამდენჯერ ალბათ უთქვიათ რომ მოიწერა შევიზე რა ეკლესიური შენ ხარ მე მაგ ეკლესიაში სიტყვაზე უთქვამთ რა და თვითონ შენ ხარ ცუდი მაგალითი ხო ამ შემთხვევაში აი როგორ უნდა იმას გავახაროთ რა იმიტომ რომ ეგ არ გვახსოვს ეხლა თქვენ რომ ამბობთ კვირასო მოდიანო და მე ორშაბათს აღარ ახსოვს და შეიძლება დანადაგარტყასო ხო ის ადამიანი რომელიც კვირას ეზიარებოდა ხო აი ეს მამაო როგორ უნდა გვახსოვდეს ჩვენ ამ მომენტში რომ წავალთ რომ აი მაგალითად აი მამა ტარიელს ეწყინებ ან მამა აკაკი რომ მიყვარს მის სულს არ გაიხარდება ვიღაცამ რო იცის რომ მე ის მიყვარს და ვიღაცას გავიმეტებ სიტყვაზე ან ცუდად მოვიქცე აი ეს როგორ უნდა იყოს საზომი და შესაჩერებელი სულ ჩვენი მამაო რა ვიცი გიორგი მაგის ისეთი პირდაპირ ესეთი წამალი რომ აი ეს გააკეთეთ ასე იქნება ასე არ არის მაგრამ ალბათ სწორი ცხოვრებას უნდა ვივარჯიშოთ რა სწორი ლოცვით სწორი მარხვით სწორი ცხოვრებით რომ ამ სწორმა ცხოვრებამ მე აზროვნებითაც და ქმედებაში და სწორად გაგვაკეთებიოს ყველაფერი ასე პირდაპირ უცებ აჰა ახლა შენ ეს დალიე და ამას ასე არ არის ამას უნდა შრომა უნდა ამას თავარია რომ ამაზე დავფიქრდეთ და ამ ესე იგი მიზანი იყოს გამოსწორება ჩვენი პირადი იმის პიროვნული გამოსწორება და არა სხვისი რა ქვია ანგარიშწორება სხვაზე და იმისი ვთქვათ მორჯულება ვიღაცისთან მართალია და მამო თუ შეიძლება ერის პრობლემაზე დაგისვა კითხვას რა რომ ერთმანეთს რო ჭამთ ესე რაღაცნაირად დავერიე ძალიან თქვენ რასაც ამ წარმოგე რა დონეზე ადამიანი მისული რომ პატრიარქის დონეზეა ადის ეკლესიის დონეზე ადის მისი ბაგეებიდან ცუდი გამონათქვამების სიტყვაზე ხა მეტი რაღა უნდა ქნას ანუ სასულიერო პირებზე კიდე რო არის ცალკე ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი საშინელი შეცდომა არის როდესაც ჩვენ ვამბობთ ვიღაც ადამიანზე რომ ის არ უნდა იყოს ქვეყანაში უნდა არ შემოუშვათ აქა იქ ყველაფერი რესურსი რაც შეიძლება აქვს შეიძლება გქონდეს ადამიანს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ არ შეიძლება რომ ერთმანეთს ორი ვიღაცა მაგალითად 2 მილიონერი ხო ერთმანეთს მტრობდნენ ორი ქართველი არის 1 მილიონის გამოყენება უფრო ის იქნებოდა თუ 2 მილიონის ქვეყნისთვის რაღაცნაირად ამათმა უნდა მოძებნონ ერთმანეთს რომ არ შეეწინააღმდეგონ ისეთი მდგომარეობა და გაინაწილონ ვინ რას გააკეთებს რომ ქვეყანა წამოვიდეს ფეხს ქვეყანა რომ ფეხზე დადგეს არ გვყავს ჩვენ ახლა არავინ არ გვყავს დასაკ არც პოლიტიკოსი არც ის არ შეიძლება რომ აი როგორი ის არის ისაჭკვა მოიკითხება ყველა ერთმანეთს აი ის მიდის სიძულვილის თესვა მიდის რა და ეს სიძულვილია და ყველას მამაო თითქოს მოძღვარი ყავს ეხლა ვისაც გადაავლებ თვალს ხო აი თითქოს ყველა დღესასწაულზე არავინ არ აკლდება ამ დროს მე ზიზღს თესავენ აი მაგალითად მე რო ეხლა გამოვთქვა რაღაცა ისეთი აზრი უბრალოდ გეფცევთ ყველაფერს ხვალ ეხა მე ჩემზე კიდე ყველა რომ რაღაცა მიცნობს კიდე იმდენად ვერ ბედავენ მაგრამ თუ არ მოეწონათ ნუ ხარ რაღაცა პოლიტიკური პარტიის წევრი ან ვიღაცის ნაცვლი რა მოხდა აი ხო შეიძლება თქვა რომ აი სიტყვაზე მე არ მინდა რომ ესე იყოს ხო ჩემი აზრია ერთმა სასულიერო პირმა მითხრა ისაო შენზე ამბობენო რომ ის ხარო რა ნაციონალ ხო და მე ვთხარი ახლა როგორ შეიძლება მღვდელი ან ნაცი იყოს ან მღვდელი არის მართლმადიდებელი მღვდელი იმას როგორ შეიძლება რაღაც დააბრალო მაგრამ ვინც არ უნდა იყოს გინდა ნაცი იყოს რაღაცა თუ არ მოგწონს ხო უნდა თქვა რომ ეს არ არის სწორი არ შეიძლება ადამიანები დაჩეხო უმოწყალოდ სიკვდილამდე მიიყვანო არ შეიძლება ადამიანები იქით ამხარეს თქვა იმ ხარეს რომ ასე უწმაწური ენით იგინონ და ეს არ არის სწორი ერთმანეთს მოფრთხილება უნდა კაცო როგორ შეიძლება ჩემი შვილი რომ მასე გალახოს ვიღაცამ იქა როგორი საქმე არის აბა წარმოიდგინე იქ არის 16-ზე შეიძლება იყოს ბავშვი ჩვენ იმან რა იცის კაცო ის რაღაცას აყვა და თან ამპარტავანი არის და წავიდა ყველაფერზე ასე ვთქვა ხო და შენ მიდიხარ ანგრევ და მე აბა არ არის ეს სწორი ამას არავის არ მოეწონა ამას რა თუნდა ნაცი და კოცი და ის ჩვენ ერთმანეთს უნდა მოუფრთხილდეთ ერთმანეთს უნდა შეუნდოთ უნდა გადავიდოთ
ჩვენ უნდა გადავიდეთ ახლა გადარჩენის რეჟიმზე. ჩვენ მგონია რომ ვართ იმაზე, რა ქვია, რაღაც ადგილების განაწილების და ადგილების მოპოვების რეჟიმზე. ხო იცი, ტყეში რო იციან ხოლმე დათვები თურმე ტერიტორიას უხახუნებენ ასე ზურგს იმაზე. ხეზე რომ ჩვენ ამაზე მგონია რომ ვართ. ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმზე. გადარჩენა ნიშნავს რომ ყველა უნდა შევრიგდეთ. ასე არ შეიძლება. ასე არ გამოვა. ყველა ვიღაცას თუ იმიდან რა ქვია არა მტრული ქვეყნიდან აფინანსებდნო, ხო, კი არ არის კარგი ეგა, თუ მტრული ქვეყნიდან გაფინანსებენ, არ არის კარგი ეგა. და ის უნდა აიღოს ხელი მაგ საქმეზე. ვიღაცას ზიზღით ელაპარაკობდა და ზიზღით აკეთებდა ყველაფერს, ეს არ უნდა გაკეთოს. უნდა ახლა მარხვა იწყე, უნდა შევინანოთ, შეუნდოთ და სხვანაირად მოუვაროთ ამ ქვეყანას, რომ დაუკარგოთ ქვეყანას. მამო, თან რა არის, ყველაზე ცუდი რა არის ის და აი ამ ეს პოლიტიკური ხედვები ძალიან აპარტავნული არის, მამო. ყველას გონია რომ თვითონ არის მართალი რა და ყველაზე ცუდი რა არის, რომ სათავეშიც გონიათ, რომ ისინი არიან წარმართულები და არ შეიძლება ვინ არ ყოფილა სათავეში, მამო. ვინც ხალხს არ დაუჯერა, ან იმის იქით არ დაიჯერა, ხო? მე ხა არ ვამბობ ამ ხელისუფლებაზეა ნებისმიერზე, ხო, სიტყვა წინა ხელისუფლება რა ქნა, მიიტეხა ცხვირი, იმიტომ რომ ცუდად მოიქცნენ, ხო? ესეთი რაღაცა ხალხის ხმა ერისაო, გახსოვთ ადრე რო იყო ხმა ღვთისა, ხმა ერისაო, ხო? ის ღმერთი გელაპარაკება იმის იმით, თუნდაც შენ გამდაბლებდეს, თუნდაც ის ღმერთი უშვებს და შენ თუ ქრისტიანობა გინდა, შენ აქედან უნდა ისწავლო. შეიძლება მე ვწდები, მამო, მაგრამ მე რო თქვენ რო შეცდომით რაღაცა შეგიჩდით და რაღაცაში სიტყვაზე არ შეურაცხყოფას გაყენებ, რაღაცა მომივიდა რა ზედმეტი. აქედან შენ გამოსავალი უნდა ნახო, რომ შენ ხო უფრო მართველი ხარ და აქ უნდა იპოვო, რატო ხდება? აი მე მაგალითად, როდესაც მინდა ხოლმე რაღაცას გამოვეხმაურო, თქვათ გარეთ რო ხდება სადღაც, ხო? ძალიან მეშინია ამის. რატომ იცი? ჩემს მრევლში ყველანაირი ადამიანი დგას. მე რომ ისეთი რაღაცა ვთქვა, რომ ამისთვის ეს იყოს მიუღებელი ამ სხვისთვის, ხო? შეიძლება დავაბრკოლო და ვეღარ მოვიდეს მე ეკლესიაში. ამიტომაც მე ამას არ უნდა შევეხო. საერთოდ მღვდელი ამ საქმეს არ უნდა შეეხოს. რამდენი შესაძლებელი საქმეა, უბრალოდ ამისთვის უნდა მოუწოდოთ ყველას, რომ ზიზღი და მტრობა და ესეთი რაღაცები არ შეიძლება რომ იყოს. ბოროტისგან არის. ბოროტისგან აბა. სადაც ითესება, მიმართულება. არის ბოროტისგან, ეხა მაგას ათ უნდა, ეხა მე გიყვარდე და ის არ გიყვარდეს და ის გიყვარდეს, ის არ გიყვარდეს. შეიძლება მართლა არ არის შესაყვარი ის ვიღაცა სიტყვაზე. მე მაგალითად წინა რეჟიმს ვინც დაუჭერს ხარ და მოაბრუნებს, ჩემთვის რავი, ყველაზე მტერზე მეტია, იმიტომ რომ პატიმრებჯერ აუყვეს, ჩემთვის მართლა პატიმრები მამა ვარიან, აი, ავიცი, ნო, ჩემი ოჯახია ჩათვალე. დაჭირდათ გიორგი. დაჭირდათ იმათ ეს და ახამდე მივიდნენ, მამა. ხო და მასე ყველა შეიძლება მივიდეს, ყველა შეიძლება დაჭირდეს და ყველა რა გამოვა მაგით. მადლობა ღმერთს, რომ ისინი არ აკეთებენ, მამო, ეხლა კაი მდგომარეობაა და დიდება უფა მართლა ყველას მადლობა დიდი, რომ რაღაცა პატიმარზე მაინც არის მიხედილი, ყველა შეიძლება არ იყოს დალხენილი, მაგრამ პატიმრები მართლა კარგად ექცევიან, მამო, პატიმრებს და დიდება უფას, რომ რაღაცა შეგნებული ხალხი მოვიდნენ ამ ხრივ და მადლობა. მეტი შენდობა და მეტი ზრუნვა გვჭირდება ქვეყანაზე. დიახ. ნაციაზე, ქვეყანაზე, რომ უნდა ეს გადარჩენა არ გადარჩენის ამბავი არის. ადრე, როცა გვესხმოდნენ თავს მეზობელი დიდი სახელმწიფოები, მაშინ ხედავდით ამას, რომ ასე იყო. აშკარად ჩანდა, რომ კლავდა და მაგრამ ახლა რა ხდება, იცი? ახლა ხდება გადინება ხდება. მიდის ეს კაცი, წავიდა იქ ცოლს მოიყვანს. იქ იმისი შვილი უკვე აღარ არის ქართველი. მოჩენილი აქ აღარ რჩება. გიორგი, აი გარი პრობლემა. გული მოგიკვდება სოფელში რო ჩახვიდო, სოფლებში. იმერეთის მე იმერეთიდან ვარ. ესე იგი ბაღში 7 და 4 ბავშვი ყავ და პირველ კლასში 3 ბავშვი და ყოველი 5 სახლიდან აკრული აქ ისინი ფანჯრებზე 4-ს. აღარავინ აღარ ცხოვრობს იქ. და ზაფხულზეც არ ჩამოდიან. აი ასეთი ვითარება გვაქვს. აი ეს მამო, აი ამას გაუფრთხილდეთ, ხო, ერთმანეთის დაჭმაში მამო, გავაძლიეროთ სოფელი ის და ხალხი წავიდეს იქითკენ და რაღაცა მიხედოს და ჩვენ არა და მე ცოტა ხანი რო გადის 15-20 წელი იმ მოვლენიდან, ახლა აქიდან ჩვენ, ხო? მე ვხვდებით რა იყო სწორი. მაგალითად, ახლა ვამბობთ რომ არ იყო გამსახურდიას გადაგდება სწორი. ხო ვამბობთ ახლა ასე. არ იყო, იმიტომ რომ პუჩმა ცუდი რაღაცები მოგვიტანა, ხო? მაშინ კი ვერ ხვდებოდნენ. მაშინ ვერ ხვდებოდნენ და უნდა გავაგდოთ თუ კაცო იძახოდას უყველა.
ეხლა რატომ მოვაკლევიეთ ვიღაცას ან რაც მოხდა იქა ეს ისა ეს პრეზიდენტი რატო ვერ გადავარჩინეთ რა დაგვიშავა ასეთი რომ სადღაცა იმაში მოეკლათ ხო სამარცხინო ამბავი არის 10 წუთი რო დარჩა იცით თქვენ გეგონათ რომ 1 საათი არ გავიდოდა და 10 წუთი და 10 წუთი მარხვა იწყება ახლა და მარხვაზე დაკავშირებით თქვათ რამდენიმე სიტყვა ხო სხვათა შორის მამა საბა რო ახსენე შენ სანამ მარხვაზე ვიტყოდით მამა საბასთან იქ მამა ნეოფიტე და მამა შიო იყვნენ ისეთი აბა არაჩვეულებრივი ასე იგი ძალიან განსაკუთრებული ხალხი იყვნენ განსაკუთრებული და ერთმანეთის თანადგომით ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდნენ ძალიან დიდებულ საქმეებს აკეთებდნენ მეუფე იუგი არ მინდა გამომჩეს მისი მხარდაჭერით რა თქმა უნდა ახლა ეპისკოპოსი არის იმ მხარის და სხვათა შორის მეუფე ილარიონი მინდა ძალიან დიდი სიყვარული იმან აღმოაჩინა ეგ ხალხი მეუფე იობმა აღმოაჩინა ეგენი მეუფე იობს მე დიდი ხანია ვიცნობ ბავშვობიდან ვიცნობ და მართლა ძალიან ისეთი თვისებები აქვს კარგი თვისებები ძალიან აი ადამიანების აღმოჩენის ის აქვს აგარ ნიჭს აღმოაჩენს ადამიანს წამოწევს რა აი ეს გვიჭირს და სტიმულს გაძლევს რომ ასე უნდა მოიქცე აი მე მიხვდები ვახ ეს კარგი ის ყოფილა თურმე ხო აი თქვენ რასაც ამბობთ მამაო ის რომ პრობლემა ეგ ჭირს სხვისი ნიჭის კვლელობები მიდის დღეს სხვის ნიჭს კლავენ ხო ზუსტ დიახ მამა ვთქვით ხო და ეს ხალხი ჩემთვის ძალიან ისეთი ძვირფასი ახლა ჩემი ძმა რა თქმა უნდა ძვირფასია და ისინიც ვეღარ ვასხვაებ რა შიოს მამა შიოს და მამა ნეოფიტეს აი როგორც მამასაბ ერთი ჩემი სამი ძმა არის და არიან იმ ქვეყანაში და ღმერთმა შეუწიროთ რაც გააკეთეს შეუმდოთ თავიანთი შეწოდებანი და ნათელში დაამკვიდროს ჩემო გიორგი ჩვენ ძალიან ხანდახან ვაიოლებთ ხოლმე იცი ცხოვრების საკითხს რა იცი რა კარგი მოსალმება იცის ვიღაცამ კაი კაცია ასე ძნელი არის ძალიან ასე არ არის თუმცა დღეს ეგეც კარგია იმიტომ ისე დეფიციტური ჩვენ უნდა ჩვენი მიცვალებულებისთვის ბევრი უნდა ვილოცოთ და ბევრი კაი სიკეთე მოწყალება რომ გავიყოთ რომ იქნება შეიწიროს ღმერთმა ჩვენი ლოცვაც და მათი კეთილი საქმეებიც ეხა მარხვასთან დაკავშირებით თქვათ ხო რახან კაი ბატონო აი როგორ უნდა იმარხო მამა 70% იციან რომ არ უნდა შევჭამოთ ხორცი არ უნდა შევჭამოთ რძის ნაწარმი თევზი და ასე შემდეგ კი კარგი არის ეს მარხვა ასე არის მაგრამ თვითონ სიტყვა მარხვა ნიშნავს რაღაცის შენახვას დამალვას მისგან რა რაღაცას უმალავთ ეს არის თურმე ცოდვებს უნდა დავემალოთ თურმე უფრო მეტად ცოდვებისგან უნდა დავიმარხოთ ხო რომ ცოდვები არ შეგვეხოს ხო და ჩემთან მოდიან ხოლმე მრევლი და მეუბნებიან რომ ერთი კაი რაღაც აღმოვაჩინე რომ აი ის ვართო ჯამრთელი არ ვართო და თუ შეიძლება რძის ნაწარმით რომ ავიხსნილოთ იცი რა მაგარი რაღაცა შეიძლება სხვა მღვდლებმა ახლა ევასწნან ისწავლონ ესა ესე იგი მე მეუბნები ასე მე მოგცემთ ნებას რომ ხორცი ჭამოთ რძის ნაწარმი არ უნდა ჭამოთ ეს კი არ უნდათ არ უნდათ ის უნდათ ყველი და ისო ჭამონ და ხო და არა და ასაკში თუ არის კაცი ასე ქალია თუ კაცი არის რძის ნაწარმი უფრო ცუდი არის მისთვის ვიდრე ხო და თუ გაქვს ესე იგი შეუძლოთ თუ ხარ და შენი სხეული ისედაც დაუძრებული არის და მარხვა აღარ არის მაინც და მაინც ის და მარხვათ რო ჩაგეთვალოს რაც გიყვარს ის არ შეჭამო და რაც არ გიყვარს ის ჭამე და კალორიად და რაც ყველაფერი მიიღე ხო კარგი არის გამოსავალია რაც არ გიყვარს ისინი მიიღე კი რაზედაც ვარ დამოკიდებული გიორგი მარხვის დროს რომ მაგალითად ყავა სვავთ ხოლმე ხო სიგარეტს ვეწევით ხო იმას უნდა დაუწყოთ ბრძოლა აი ასე ვთქვათ მატერიალიზებული რაც არის რა ეს ამბები ასე და სულიერად კიდე ახლა თვალს უნდა გაუბრწყილდე და გულს უნდა გაუბრწყილდე და შურის უნდა ერიდო იმ ზიზღს უნდა ერიდო იმ ბოროტება რა ვიცი მე ესენი ყველაფერი მარხვა ასე უნდა დავიცვათ და ასე გამოგვივა რა ვიცი მე არასდროს არ დამიცავს მარხვა ეხა მამა დოროთესავით არ ვილოცია თქვა მაგრამ კარგად უნდა გაგება ამას მამა დოროთემაც ალბათ ასე თქვა სხვანაირი ლოცვა იგულისხმება იმანაც ახლა მე არ მინდა კი არ განვიკითხავ მას სხვათა შორის რაღაცნაირი ტენდენცია არის რომ ეს დოროთე ასეთი არა კაცო თუ რაღაცა არასწორად თუ აკეთებს უნდა სიყვარულით ჩვენი ის არის სასულიერო პირი არ შეიძლება სიძულვილი არაფერზე საერთოდ იმასაც მამები ყავს იმას სიყვარულით უნდა მიუდგეთ და უნდა ეს ხალხი შევინარჩუნოთ და ეს ხალხი უნდა გადავარჩინოთ და ერთად უნდა ვწყდეთ ცალკე არ გამოვა ეგ საქმე
ხო და ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. ეხლა ისა მარხვა არ დამისვეთ, აი ამ ხრივ რომ სულიერად დამეცვას მარხვა ეს ძნელი არის ეს. ამას მამები ვერ ახარხებდნენ ხოლმე, დიდი მამების იყო ძნელი ძალიან და მე ახლა თეთრი მღვდელი სულიერად მარხვის დაცვის ისა, მაშინ ხიბლი გამომივა და მაშინ აი ხიბლში ვიქნები. ამიტომაც რახან ვიცი რომ მე ვერ ვახერხებ სულიერ მარხვის დაცვას, არც იმას არ უნდა დაუწყო ჩხობი რამ რეველს რომ რაღაცას რომ მეტყვის. მე არა უშავს კაცო, ვერ დაიცვა უნდა რაღაცნაირად შევეციო, რაღაცა ისე უთხრას, რაღაც უფრო მეტი შეძლოს მეორე მარხვაში და უფრო რაღაცნაირად ასე შევეციო. აუცილებლად. ხო, დავიხმაროთ ერთმანეთს. უნდა რომ ის მამაო ჩვენი ტკივილი ის ნებისმიერი მწუხარება, ეხა თქვენ ეხა მამაკაკიზე რო საუბრობდით, მამაო, რომ საპატიო აქვს იმას სულ ითვალისწინებდა. ის ღვთის ხმა იყო, ის ღმერთისგან იღებდა ამას, მამაო და აი ეგ არის ყველაზე მთავარი, მამაო. რამაც გშობა, რამაც იმას ქნა, ხო პატრიარქის სიტყვა როგორ არ უნდა გაითვალისწინო, ხო თუნდაც რომ გეუბნება, რომ ეს გააკეთე, ეს გააკეთე და უნდა მიხვი ამ ხმას. არა, მე რას გულისხმობ თუ იცი. არა, აი, ხო. აი მაგალითად, კი. რომელიმე მამაო ახლა იქ არიან გარეთ. მიტინგზე დოროთ, მამა დოროთეს, ხო? რომელიმე მამაო მაგალითად ჩემი ძმა რო იყოს ხორციელი ძმა. მე ვერ შევიდოდი რა ლანძღების და იმების იმაში, ხო? ვერ ვიტყოდი რა რაღაცნაირად უფრო მეტად ვიბრძოლებდი რომ იქნება დავიყოლიო და ჩემი რაღაცები უთხრა და იქ არ დაიზიანოს თავი, ხო ხდები? სხვანაირად მიუდგებოდი ამას. მე ეს უფრო კარგი მიმაჩნია ასეთი მოქცევა, ვიდრე რომ სიო იმასთან რა ქვია, რაღაც არ დაემორჩილა პატრიარქს, სიო აღარ არის ჩვენ განგლებული არის, ეს არასწორი არის. კრებულისგან განსხვავს რა უნდა კაცო, კრებულისგან გააგდება და ეხა ჩვენ შეგეუნებთ სოდო გამხელიჯობს, აი პეტრეზე ისე ხიზიანდები, ისე ხიზიანდები. მაგაზედაც უნდა ვთქვა, არა გიორგი. არა, ანუ მე გეუბნებით რომ ვამხელ ამ იმას, რომ ანუ ჩემი ის არის, სამწუხარო დრო არის, მამაო. მე დრო ამოიწურა ჩვენ და ისა რა ქვია, საქებარის მეტი რა არის, ძალიან ბევრი ხა მამაკაკიზე და იმაზე ვლაპარაკობდი. როცა სიყვარული ნაკლები არის, აუცილებლად მოძებნის გონება გამართლებას რო გალანძღო. ხო, თუ სიყვარული დიახ, ხო, ვერ გალანძღავ და ვერ დებილები არავინ არ არიან, მამაო, ეგენი, ხა შეგნებულად რო აკეთებს ადამიანი რაღაცას, მამაო, ხა 3 წლის ბავშვი ხო, ხა ჩემ დეიდაშვილი შეიძლება ვასწავლო იმას, 2 წლის არის და ხა შეგნებულად რო გამოდის და ამხელა ერის ყველაზე დიდ სიამაყეს, რაც კი გაგვაჩნია, შეურაცხყოფას მიაყენებს. ის ერთს არ ითვალისწინებს, მამაო, თქვენ რომ ამბობთ, ხა წეგან ის იმას ითვალისწინებდა, იმას ითვალისწინებდა. ის რო ერთს რო არ ითვალისწინებს, მამაო, მე, აბა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვინც ომს მიცხადებს, რატო არის ჩემთვის მტერი და ეს რატო არის მოყვას? ეს არ არის მოყვას, ესეც მტერია, უბრალოდ უნდა იუდას თეთრს მამაო, თეთრი უნდა დაერქვას შავ-შავი. კარგი იქნება თუ იუდები არ იქნებიან, მაგრამ იუდა, მამაო, ჩვენ ვერ გავათეთრებთ, ხო ხე? ისე თქვენთან სხვა შემდეგ ეთერში ვიკამათებ ამ თემას ამოვწევთ. მე მირჩევნია, მე ვისურ მირჩევნოდა რომ სხვა მუდმთავრებს არ მიეყვანათ მეუფე პეტრეს ასეთ მდგომარეობა აქამდე და სხვანაირად ემოქმედათ. ასეთი რო არ ყოფილიყო ამაზე ასე გარეთ ლაპარაკი. ხო, თვითონ მოინდომა, მამაო, ხო იცით, მამაო, იქ ბოროტი. ვერავის ვერ განვიკითხავ. ხო, კი, ეს ცალკე თემა არის კიდე, მამაო, ბოროტი როგორი ის არის, ის მამაო, დავალებას რომ მისცემს, იმას მისია აქვს და სხვა მღვდელმთავარი აშუაშია, მამაო. სხვა მღვდელმთავარი როგორ იქცევა თვითონ. მე ვეილარიონი და ისინი ოქროს ხალხი არის. იმას ახლა მე უფეს მე ვერ ვასწავლე ვერაფერს და იმათ უნდა მეტი მუშაობა იყოს საჭირო, მეტი ის იყო რომ მამაო, ხორს ჩააცვეს შარვალ კოსტუმი რა და აქეთკენ ტალახი ნახა და ის სუფრის თავში იდგა და მაინც ტალახისკენ წავიდა, ხო იცით? ხორი როცა ხარ, მამაო, ხა რაც არ უნდა ეხა, რაც არ უნდა, მამაო, ეხა მოციქული იყო იუდა, მამაო და ეგერ გაყიდა ქრისტე, დიახ. სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა. განხილი კი არ არის. და არ უნდა ილაპარაკო მასე, არ არის. არა, მაგაზე არ ვამბობ, მე საერთოდ ვამბობ, უბრალოდ მთლიანად ეხა განკვეთილი რა. როცა შენთვის არ არსებობს ვიღაცა ეხა პეტრეზე კი არ ვამბობ, საერთოდ. არა, საერთოდ ვამბობ, მამაო, მთლიანად. ეგ სხვა იმას დრო ამოგეწურა, მამაო, სამწუხაროდ გამოსაცხადებელი მაქვს რაღაცის, იმიტომ რომ ამას წინათ რო თქვი. მამაო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ არს არ ვემზადებით ხოლმე, სასაუბროთ ხოლმე და აი რაღაცა თემები რაც წამოიჭრა, ყოველთვის ესე აი მამაოც პირველად იყო და აუცილებლად შემდეგში გავითვალისწინებ ხოლმე რაღაც თემებთან მიმართებაში, რაღაცებს აუცილებლად თვითონ დაიწყო საუბარი, თორე აუცილებლად ამ თემაზე არც ვასაუბრებდი, იმიტომ რომ ჩვენი თემა მართლა არ არის ეს და მადლობა მამაო, ძალიან დიდი მობრძანებისა. ია საუბარი უფრო კარგი არის, სხვა თემებზე რაღაცა დაგეგმო. მადლობა, ხო ისე კაი არის, ესე ცოცხალი
ის რო არის, ხო და ბედნიერებას გისურვებთ, მამაო, წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანს, ხა წინათ, აი ამას წინათ ვახსენე სპორტსმენი ადამიანი, რომელსაც მართლა ის ასწავკვეთილი იყო, იმდენი წაგებები და ისინი ქონდა და ეთყობა რაღაცნაირად მორწმუნე ხალხი მისმეს, ილოცეს თუ რა მოხდა, არის მართლა არ ვიცი, ისეთი შედეგები დადო 5-0 მოუგია ერთგან რაღაცა და აი მინდა აი კახა არის ჩვენი მეგობარი არის რაღაცა აი აქედან მინდა რომ გავამხნეო დიდი სიყვარული და პატივისცემით, იმიტომ რომ დღეს უკვე წარმატებული სპორტსმენია 5-0-ს რომ მოიგებ თან ისე წარმატებულ სპორტსმენებთან მადლობას გიხდით ამას წინათ გამოვაცხადე და ისეთ იმხელა სტიმული მიმიცია თურმე რომ დღეს ეს ადამიანი უკვე წარმატებულად ითვლებოდა. აი შემდეგ კვირებში რა იქნება კაცმარიც, მაგრამ მაინც თავში არ უნდა აგვივარდეს. ჯობნი არ დაილევა და შეიძლება ხვალ ვიღაცა ის გამოჩნდეს და ასე რომ ბედნიერებას გისურვებ, წარმატებებს გისურვებ და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი ეკლესია გიყვართ. აი ესეთი იყო მამა აკაკი, მამა საბა, მამაო და ის ადამიანი მამა ნეფიდო ვეღარ ჩამოთვლი იმდენი არიან, ხო? მოვიკითხავ ყველას მამაო, მეუფე ილარიოს მოვიკითხავ, რომელსაც ხარი დაგიჭირათ გუშინ თქვენთან იყო ხო მოვიდა და წირა ხო ჩავატარეთ და ძალიან ეს სიამოვლა მრევლს და ძალიან გვაყოფილი დარჩა ფიშგან დიდი მადლობა მამა უღრმესი მადლობა მობრძანებისათვის თქვენი ხედვები ჩვენთან ძალიან საკამათოა და მიხარია რატო იცი ხა ჩვენ არ ვართ უცხონი მამას აბას ძმაბრძანები და დიდი სიამოვნებით ვიკამათებ ხოლმე თქვენთან ამ თემებზე იმიტომ რომ ხო იცით რო ითქმევა რაღაცა, მაშინ ამას უნდა ჩავყვე და განვიხილოთ შემდეგში ბევრი მსგავსი თემა. დიდი მადლობა. კარგად, თუ მომიწევ, მე რასაც ვეთქმა და მე თანხმო შენ რა. არა, აი ეს რაღაცა წითელი ხაზებია, რაც აი ჩემთვის აი რაღაცა ისა და ბოდიში მამა ამაში ხო იცი რამოდენიმეჯერ ხო არ იქაც ნაკამათი იმის თუ გინდათ მაგასაც განვიხილოთ მე წარმატებებს გისურვებთ მამა ძალიან დიდი მადლობა რაღა თემები აი რაშიც არ ვეთანხმები მაგრამ ჩემთვის მამაოს სიყვარული მამაოს ძმის სიყვარული უფრო მეტი არის და აქ მორჩა ყველაფერი აი ეგ არის რა რომ ჩვენთვის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს თვითონ ის პიროვნება სიყვარულს თუ გასწრი და სიყვარულს თუ ვეღარ სიყვარულის ჩარჩოში ვეღარ იყავი მე აღარაფერს აღარ აქვს აზრი რა თქმა უნდა დიდი მადლობა მამა აი ესეთი არის მამა საბა ჟღენტი ძმა მამა ტარიელ ჟღენტი კარგად ზანდებოდეთ გეხოცებით კაი კომენტარები დაწერეთ ყველა პატიმარს განსაკუთრებით მოგიკითხავთ იმიტომ რომ ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის თითოეული თქვენთაგანი და ბედნიერებას გისურვებთ რა თქმა უნდა და შემდეგში ბევრი წარმატებები აი მართლა მთელი გულით მინდა რომ იაროთ ძალიან მაგრა და ბედნიერებას გისურვებთ ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს 8:00 ნახევრისათვის გემშვიდობით მე გახდით გიორგი დარასელია დროებით